თუ ადამიანი არ გიყვარს, მაშინ იმ მარხვას და ლოცვას და ყველაფერი დანარჩენს უკვე აზრი ეკარგებ, იმიტომ რომ შედეგი ეს არის. აი, სოფელში რო გაივლი მაგალითად ახლა და რომ ნახავ, რომ ხეები არის დავუშვათ ვაშლით დახუნძლული ხეებია, კარგი დიდი ვაშლები ასხია, ყურძენია ესეთი კარგი მტევნებიან. შენ იმ შედეგში ხო ხედავ როგორ უშრომია იმ ვენახის პატრონს, იმ ბაღის პატრონს, როგორ უშრომია ხო ხედავ. შენ არ დაგინახავს ის როგორ უბარავდა ძირებს, როგორ შეწამლა, როგორ გასკლა, როგორ გაფხიკა ხეები, არ დაგინახია. მაგრამ შედეგში უკვე ჩანს როგორ უშრომია იმ კაცს ხომარცალი. ადამიანს რომ მეორე ადამიანი უყვარს, მეორე ადამიანს პატიობს, მეორე ადამიანს გაითვალისწინებს, ესე იგი შენ ამით იგებ რომ როგორ ულოცია მას, როგორ უმარხულია, როგორ უთქვამს ახსარება, როგორ ზიარებულა და ასე შემდეგ. რისთვის დადიოდა ტაძარში, რისთვის ცხოვრობდა ეკლესიურად. აი ამ შედეგში ჩანს.